მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. როგორ ხართ, როგორ მოგიკითხოთ, იმედია ყველანი კარგად ხართ და ყველაფერი კარგად გაქვთ. და ნახოთ ჯერ დღევანდელი დღის ენერგიები. როგორია? ყველასთვის, ვინც ახლა შემოხვედით, აი ესე სპონტანურად დაუგეგმავად უბრალოდ დაგაინტერესათ ამ ვიდეომ და გაინტერესებთ დღევანდელი დღის ენერგია, მთელი დღის განმავლობაში. როგორია? ბევრს თქვენთაგანს ექნებათ დღეს ესეთი დღე რუტინული, რასაც აკეთებდით, ვინ რას საქმიანობდით, ვის რა სამსახური სფერო, ან ასე შემდეგ, ანუ მუშაობის კარტი ამოდის. ამოდის ასევე დაგეგმარება რაღაც სიტუაციების, გეგმავთ, რაღაცას აპირებთ. ინტუიცია. ანუ დღეს გექნებათ უფრო მეტად, რო იტყვიან, აი გაფაქიზებული, შეიძლება სწორად ვთქვა, ცუდიც, კარგიც, შეიძლება გულთან მიიტანოთ ყველაფერი, ამიტომ ეს უნდა აკონტროლოთ პირველ რიგში და ძალიან ბევრს ექნება შეხვედრა. ეს შეხვედრა არის საყვარელი ადამიანი, ან პარტნიორი, ან ის ადამიანი, ვინც აი არ ელოდებით და გაგიხარდებათ. აი რაღაცა შეხვედრა, მოკლედ რა, შეიძლება თქვენ საქმეს ეხება სულაც და არ არის ვთქვათ იგივე პარტნიორი, ხო? ყოველ შემთხვევაში შეხვედრა ცუდი არ იქნება, უბრალოდ აქ ამოდის კიდე რაღაცა ესეთი კარტი, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება მანამდე რაღაცაზე დარდობდით, ნერვიულობდით, ბევრს ფიქრობდით უარყოფით კონტექსტში, რის გამოც, ხო, ფსიქოსომატურად უარყოფით ფიქრებს, ემოციებს, მოაქვს ხოლმე მერე თავისი შედეგი, ხო? ფიზიკურ დონეზე, რა თქმა უნდა. ისეთი ხა არაფერი რაღაც, ხო? ბრჭყალებში, მაგრამ აი შეიძლება ცოტა გადაღლა, ანუ რაღაცა აი ესეთი ენერგია იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი იმ უარყოფითი შედეგია, იმიტომ რომ მიზე შედეგობრიობის კავშირში შედის ყველაფერი, აი ეს ველები, ის ვიბრაციები, ის ენერგიები, ყველაფერი ასე ხდება, ჩემო კარგებო და ისევ ამოდის მუშაობის კარტი, რაც იმას მიგანიშნებთ, რომ უნდა იმუშაოთ, როგორც თქვენ თავზე, ასევე რასაც აკეთებთ იმ სფეროში, უფრო მეტად უნდა დაკავდეთ რამის საქმით და მერე მოდის სიხარულის, ზეიმის, ბედნიერების, შეხვედრის მეგობრებთან ერთად, თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად, ანუ გაიხალისოთ უნდა თქვენი თავები. მოკლედ, მთლიანობაში ცუდი კარტი არ არის, ცუდი ენერგიები არ არის, უბრალოდ გააგრძელეთ ისე, რასაც აკეთებდით, უბრალოდ მეტი პოზიტივით, მეტი სიყვარულით, მეტი აი დადებითი ემოციებით. იმიტომ რომ ეხა ის მაქვს, ეს მაქვს, ეხა უნდა წავიდე, ის უნდა აი ესეთი, დაიწყებთ დილიდანვე უარყოფით რაღაც აი ესეთ ფრაზების, რო იტყვიან გამოთქმას, ხო? რო არ წავიდეს უარყოფითად საქმე. რაღაცნაირად აიყვანეთ თქვენი თავი ხელში და პირიქით თქვით, რომ აი რა ბედნიერი დღე მექნება დღეს, რა კარგი დღეა დღეს, როგორი ნათელი დღეა, როგორი სითბოა, აი ყველანაირად, აი უნდა შემოუძახოთ თქვენ თავს, თქვენს გარდა სხვა ვერავინ ვერ დაგეხმარებათ. იმიტომ რომ თქვენ წყვიტავთ თქვენ ცხოვრებას. აი ეხლა აი ამ აწმყო დროში თქვენ გეგმავთ თქვენ ცხოვრებას სამომავლოდ როგორი იქნება თქვენი ცხოვრებიდან, მოქმედებიდან, ფიქრებიდან, აზრებიდან გამომდინარე, გესმით? ხო და ამიტომ გირჩევთ ყველას, რომ ყველანაირად იმ უარყოფით სფეროს, სიტუაციას, ადამიანებს, გარემოცვას რაღაცნაირად არიდოთ თავი, როგორღაც და გადახვიდეთ დადებით ემოციებზე თქვენ თავის, ესე იგი, მუშაობაზე, თქვენ თავთან მუშაობაზე და რაღაცნაირად აი მეტად უნდა იყოთ
აი ბუნებასთან ახლოს. ნახეთ, ფეხით სეირნობა პარკებში, ტყეებში. აი ხა ამ გამწვანებულია ყველაფერი, აყვავებულია ყველაფერი. აი ბუნებასთან კონტაქტი ადამიანებს აკეთილშობილებს. დადებით ენერგიებით მუხტავს, კურნავს, რა ვიცი, რამდენი რამე შემიძლია ახლა ვთქვა, ხო? ამაზე ახლა ვერ დავიწყებ საუბარს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი. ის აი ემოციონალური ფონი, რომელიც გაქვთ აქ და ჩანს, ხო? გამოწვეულია ზუსტად იმ ძალიან ბევრი საქმიდან გამომდინარე, რასაც რუტინულად ყოველდღიურად აკეთებთ. და აი ყოველდღიურად ერთი და იგივე, ანუ ეს მომენტი არის, რომ მე ფსიქოლოგიურად გღლით, ამიტომ უნდა თქვენ თავს, მისცეთ რაღაცა მრავალფეროვნება. მე ვიცი, კარგის მხრივ გახვიდეთ ბუნებაში, წახვიდეთ ექსკურსიაზე, მოილოცოთ რამე ესეთი ტაძარი, ხო? ძალის მომცემი ძველი ტაძარი, იქ არის დიდი ძალა და დიდი წყალობა და დიდი ენერგია, რაც ადამიანზე გადმოდის მაკურნებელი ენერგია. აი რაღაცა, აი ესეთი რაღაცა უნდა თქვენით შეიქმნათ. ყველამ ინდივიდუალურად თქვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, რომ დაიწყოს ცვლილებები. პირველი ნაბიჯი საჭიროა თქვენგან. ანუ ის მზაობა სამყაროს ძალებთან, თქვენ ფარველებთან, თქვენგან უნდა მოდიოდეს. თქვენ უნდა აძლევდეთ თანხმობას, რომ მე მზად ვარ დავიწყო ცხოვრება ახლებურად, ბედნიერად, სიხარულით, პოზიტივით და ყოველივე კარგით. რაც მთავარია მშვიდობა და სულიერი სიმშვიდე, რომელსაც ვერ იყიდი ვერანაირი ფულით. გესმით? ამიტომ აი ეს ყველაფერი უნდა ნელ-ნელა ეტაპობრივად შეიმუშაოთ და თქვენ თავზე უნდა იმუშაოთ. ანუ სხვა გამოსავალი არ არის. ყველა მხრიდან, ტელესივრცედან, მედიებიდან, ანუ საერთოდ უნდა გამორთოთ ტელევიზორი, ეს სოციალური ქსელებიც ახლა გასაგებია, რომ ამით ვიგებთ ყველაფერს, ახალს, რაღაც ინფორმაციას, მაგრამ შეზღუდეთ რაღაცნაირად. ეხლა ხო გამოვიდა ამინდები, გაზაფხული მოვიდა. რაღაცა ცოტა ხანი, ამ ჩათაობიდან, ამ სკროლებიდან და ასე შემდეგ უნდა გამოხვიდეთ, რომ არ გახდეთ რობოტი და ისევ დაიბრუნოთ თქვენი პირველ სახე, როგორც შექმნათ ღმერთმა, ხო? სულიერი, აი ეს თქვენი ინტუიცია, იგივე ბუნებასთან კავშირი, რაც ჩადო ჩვენში, ხო, მამაზეციერმა. თავისი ნაწილაკი ჩაგვიდო. რას ნიშნავს? მის მსგავსად და ხატად შექმნა ადამიანი და ჩვენ რას ვშვებით? ვირობოტებთ თავს, ვიშტერებთ თავს, ტვინის გამორეცხვები ხდება. აი, ამით. კი, გასაგებია, რომ 21 საუკუნეა, ციფრული, ასე ვთქვათ, სამყაროა, ეპოქა იცვლება, შემოდის ტექნოკრატია, ყველაფერი გაციფრებულია და ციფრებიდან არის შექმნილი თვითონ სამყაროც, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ბუნებასთან კავშირი, იმიტომ რომ დედამიწა არის ცოცხალი და ყველაფერი აქ რაც არის, ხო? ყველაფერი ცოცხალია. მცენარეები, ბალახები, ყვავილები და აი ამასთან ჰარმონიაში რომ ვიყოთ ამ ყველაფერთან, ამისთვის შექმნა შექმნა ღმერთმა ადამიანი. რო ყველა იგივე ცხოველებთან, ხო? მცენარეებთან და აი ამ რა ჩვენს ირგვლივა ყველაფერთან რომ ჰარმონიაში გვეცხოვრა და არა ვთქვათ შურში რაღაც იქ სიბოროტის კეთებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? არ უნდა გახდეს დეგრადირებული ადამიანი. იმისთვის რომ არ გახდეს დეგრადირებული, უფრო მეტად უნდა იყოს ბუნებასთან ახლოს, ბუნებასთან კავშირი. რომ ის ღვთიური ენერგია, ის სულიერება, ის კეთილშობილება დაიბრუნოს ადამიანმა და თუნდაც პატივისცემა. სხვანაირად არ გამოვა. მაშინ გახდებით რობოტები, გახდებით იგივე ციფრული ესეთი ეპოქის წარმომადგენელი, დაზომბირებული
ადამიანი, რომელსაც თავისი აზრი არ აქვს, კრიტიკული აზროვნება არ აქვს, რასაც ჩასძახებენ, იმას გააკეთებს, ისე რომ არც იკითხავს, არც გაუჩნდება კითხვა. და ყველაფერზე არის მართვადი ესეთი ადამიანი. ასეთ ადამიანს, ზუსტად ასეთ ადამიანს ქვია მონა. ზუსტად ასეთ ადამიანს. აი ამ მატრიციდან, აი ამ სისტემიდან უნდა გამოხვიდეთ, იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი თავისუფალი და ინდივიდუალური. და გამონებს და იგივე ყველანაირად, ესე იგი, გიზღუდავს თავისუფლებას ის მეორე ძალა და გაკონტროლებს. ღმერთი არ აკონტროლებს ადამიანს, ღმერთმა თავისუფლება მისცა. აკონტროლებს ის მეორე ძალა და ეხლა აბა გადახედეთ. არ ვართ საყოველთაო კონტროლში აყვანილები? მთლიანად, აი ამ გაციფრულობით. ხო, ყველაფერი კონტროლირებადია დღეს. ხო, და ესე იგი რა ძალაა დღეს, რომელიც მოგინობს და მართავს? რა თქმა უნდა, დროებით მიეცათ მათ ეს უფლება. ძალიან მალე ჩამოერთმევათ და ისევ აღდგება სამართლიანობა. და ეს ენერგიები დაბალანსდება. აი ესე ჩემო კარგებო. თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ. აბა თქვენ იცით.